მოგესალმებით 12 საათზე პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური თქვენ უყურებთ ახალს 12-ზე სოსო კაციტაძესთან ერთად. ბანგისის ხეობაში სოფელ დუისში ამ დრომდე ელოდებიან ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული ბახაუდ ბაღაკაშვილის ცხედარს. ხეობაში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი იმედა დარსალია, რომელიც თემას ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს. იმედა, როგორია ამ დროისთვის ბანგისის ხეობაში არსებული სიტუაცია? სპეცოპერაციის დროს მოკლული ბაჰაუდ ბაღაკაშვილის ძმები გამთენისას 4 საათზე ჩამოფრინდნენ ავსტრიიდან თბილისში, ასევე მათთან შესახვედრად სოფელ დუისიდან ნათესავები გაემგზავრნენ თბილისში და დუისელები დღეს ბაღაკაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან. დღეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ 11-ვე მოკლული არის პანკისის ხეობიდან. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ 4 მათგანი ჩეჩენი დევნილია, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. არის ვარაუდი, რომ მათი ცხედრები თელავის რაიონში სოფელ ყარჯალის სასაფლაოზე დაკრძალეს. მეცხრე არხის გადამღები ჯგუფები ამ წუთებში მუშაობენ, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმონ. 11-ვე აქედან წასულები არა, აქ ჩეჩნეთიდან ჩამოსული ტოლილები და აქ ცხოვრობენ. და აქედან წასულები არიან სულ ყველანი. და ისინი კიდე იძახიან რუსეთის მოქალაქეები არიანო. რუსეთის მოქალაქეები თუ არიან, როგორ გადმოკვდეს იქიდან საზღვარი, არავინ არ დაინახა და როგორ გამოუშვეს. ეს იარაღი ვინ მისცა? ამათ მისცა ის ზოგი ისეთი ავტომატი ისეთი ყოფილა, რომ ხელში აღებულიც არა ყოფილა, ნაკაწრიც კი არ ჰქონიაო. ზოგი ყარაჯალაში დამარხა, ზოგი აქ სოფელში დამარხა, ის ერთი ბაღაკაშვილი ბაჰავდი ჯერაც არ მოუწიათ. ეხლა დღეს სანამ იმისი ძმა ან დედა მამა არ ჩამო არ მივცემდო. დღეს დილიდან რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დაღუპული დურკვახა დოშუევი იყო დუდაევის მთავრობის წევრის ახმედ ზაკაევის პირადი მცველი. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი იმედა დარსალია საუბრობდა. ქართული სპეცრაზმის მიერ მოკლულთა შორის ახმედ ზაკაევის პირადი მცველი დურკვახა დოშუევი აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას ადასტურებს ემიგრაციაში მყოფი ჩეჩნეთის მთავრობის ყოფილი წევრი ახმედ ზაკაევი. დურკვახა დოშუევი 44 წლის იყო, მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთის მიერ ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებულ პირველ ომში. 1996 წელს გროზნოში კულტურის სამინისტროს შენობის დაცვის უფროსი გახდა. 2002 წელს კი საზღვარგარეთ გაემგზავრა. დოშუევი რუსეთის ფედერალურმა ძალებმა დააკავეს, მაგრამ მალევე ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. იგი მოწმის სახით ბრალდების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო ზაკაევის წინააღმდეგ აღზრულ საქმეში, რომლითაც ზაკაევს ადამიანთა გატაცებასა და მკვლელობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. ამასთან ლონდონში 2003 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე დოშუევმა განაცხადა, რომ ზაკაევის წინააღმდეგ ჩვენებები წამების შედეგად მისცა. საქართველოს შინაგან საქმე და სამინისტროს ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი იდენტიფიცირებულები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მათ შორის 1968 წელს ჩეჩნეთში დაბადებული დურკვახა დოშუევი. ევროკავშირის განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე კეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროკავშირს საქართველოს მომავალი ურთიერთობების ხარისხსა და ინტენსივობას განსაზღვრავს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა ერთობლივ განცხადებაში ორივე მხარეს საქართველოს მთავრობასაც და ოპოზიციასაც მოუწოდეს გააგრძელონ მშვიდობიანი მოქმედებისთვის ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს და ჯანსაღი მედია გარემოს უზრუნველყოფა. შაშფოთებული ვართ ამ კონტექსტში არსებული მზარდი პოლარიზაციით და დაძაბულობით არჩევნები პირველ რიგში უნდა იყოს პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებზე დაფუძნებული, ნათქვამია განცხადებაში. საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იქნას დაცული და ის ისე უნდა აღსრულდეს, რომ შენარჩუნდეს საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი ნდობა აცხადებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის ინტერესებში შედის. ეს განცხადება პრემიერმა მერაბიშვილმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან და კაფრთოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრისას. მისი თქმით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის ინტერესებში შედის და ეს დაეხმარება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია მოახდინოს. სამი ამ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოზე, ვისაუბრეთ რეფორმის გაგრძელებაზე, ვისაუბრეთ, რომ გაგრძელდება საქართველოს მთავარი პრიორიტეტი იქნება კვლავ ევროპა, ევროპის სტრუქტურებში ინტეგრაცია, ჩვენ ვისაუბრეთ თავისუფალების ხელშეკრულების, ვიზების uvizო რეჟიმის შემოღების და საქართველოსა და ევროკავშირის შორის სხვა მოლაპარაკებების გაფართოებას გაგრძელებაზე იყო წინასაარჩევნო საუბარი და ჩვენ შევთანხმდით, რომ
საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შედის უпростоესა ქართული ხალხის ინტერესებში და ამავე დროს ეს დაეხმარება საქართველოს მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. დავუბრუნდებით კვლავ ქართული სპეცრაზმის მიერ ახმედ ზაკაევის პირადი მცველის მკვლელობის საკითხს, რომელიც სპეცოპერაციისას მოკლეს ცოტა ხნის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ახმედ ზაკაევმა მეცხრეერთან. შეგვიძლია ჩვენ ეს განცხადება პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. დაზუსტებით ვიცი, რომ ბატონი დუკვახადუშუები ბოლო 6 თვის განმავლობაში არ იმყოფებოდა რუსეთის ტერიტორიაზე. ბრიტანეთის პოლიტიკური თავშესაფარის ქვეშ ის მთელი ამ დროის განძილზე საქართველოში ბანკისის ხეობაში ცხოვრობდა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია თუ როგორ მოხდა ის ამ ჯგუფში, რომელმაც საქართველოს ოფიციალური უწყებების ინფორმაციით რუსეთ-საქართველოს საზღვარი დივერსიული მიზნებისთვის გადმოკვეთა. ჩვენ უკვე შევქმნით შემსწავლელი კომისია, რომელმაც ქართულ ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობით უნდა გაარკვიოს თუ რეალურად რა მოხდა სპეცოპერაციის დროს. იმის მიუხედავად ითანამშრომლებს თუ არა ქართული მხარე ჩვენთან, ჩვენ გვაგაჩნია სათანადო რესურსი საქართველოში, რათა დავადგინოთ რეალურად მომხდარი დეტალები, რის შემდეგაც ჩეჩნეთის კანონიერი მთავრობა ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს. ვარდების რევოლუციის ბნელი მხარე ამ სათაურით სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. პოლიტიკური რისკების შეფასების საკონსულტაციო ორგანიზაცია Oxford Analytics-ის უფროსი ანალიტიკოსი მაიკლ ტეილორი ამბობს, რომ კორუფციის შემცირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა ამ მხრივ ნდობას იმსახურებს, მაგრამ ეს სრული სურათი არ არის, ვიდრე სააკაშვილის ადმინისტრაციას აქებენ დაბალ დონეზე კორუფციასთან გამკლავების გამო. ოპონენტები მას ავტოკრატიულ გადახრებსა და კორუფციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაში ადანაშაულებენ. წერს გამოცემა. მაიკლ ტეილორი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასა და ოპოზიციის წარმომადგენელზე დაკისრებულ ჯარიმებზე ამახვილებს ყურადღებას. ოპონენტების მიმართ ასეთი უხეში ზომების მიღებით საქართველოს ძირს უთხრის სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევის მომხრე. ინვესტიციებზე ორიენტირებულ ტექნოკრატული სახელმწიფოს იმიჯს კარგად არ გამოიყურება და გზავნილია, რომ საქართველოში ბიზნესის საკეთებლად კარგი მეგობრებია საჭირო, წერს ტეილორი. წერილის ავტორს მიაჩნია, რომ ბანკზე ზეწოლა უფრო სერიოზული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის საშუალებაა. სააკაშვილთან დაახლოებული ადამიანთა მცირე ჯგუფი ყველა დიდ ბიზნესს აკონტროლებს. საქართველოში ინვესტიციის დაბანდება მხოლოდ ამ ხალხთან ახლობლობითაა შესაძლებელი დასავლეთში. ისეთი წარმოდგენა აქვს თითქოს სააკაშვილმა კონკურენტული გარემო შექმნა, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა, წერს ანალიტიკოსი. მე ხმას არ მივცემ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემაა. ასე მიმართა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამ მიუნხენის ქართულ სალოცავში შეკრებილ ემიგრანტებს. მეუფის 2 სექტემბრის ქადაგების ვიდეო ჩანაწერი გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა გამოაქვეყნეს. კადრებში კარგად ჩანს, რომ საკვირაო ლიტურგიას თბილისის ვიცემერი მამუკა ახვლედიანიც ესწრება. მიტროპოლიტ აბრაამი 1 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისგან დიდ ცვლილებებს არ ელოდება. მისივე აზრით, მორიგი არჩევნები წინამორბედის მსგავსად ჩაივლის. მიტროპოლიტმა ამბიონიდან ის სასულიერო პირებიც გააკრიტიკა, რომლებიც პოლიტიკური პარტიების აქციებს პერიოდულად უერთდებიან, თუმცა ქართველი ემიგრანტების აზრით, თავად მიტროპოლიტის ქადაგება არც ისე დაფარულ საარჩევნო აგიტაციას გავდა მართველი პარტიის ასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ არ მგონია, რომ რაღაც სერიოზული ცვლილებები მოხდა, ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტ ზაქარი იმისთვის, რომ თანამშრომლობს ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც ქართული ხალხი აიჭირებს. არჩევნები ჩაივლის იქ ესე როგორც ჩადგინდა პრობლემა. ჩავდებოდა ყოველთვის ტელეფონով ესადაც და მისი შედეგი მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უმრავლესობისთვის აბსოლუტურად ცხადია. ბერასოდეს ხმას მიწალას, რომელიც აფხაზეთს საქართველოს პრობლემა არ მიიჩნევს. მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემა. იმას ეცამოს, რომ საქართველოს დაიწყოს პრობლემა. ალბათ ამის უფლება ისევე როგორც თქვენი თვალით დანახულის საფუძველზე მიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ძალიან ძნელია დაეთანხმო იმას, რომ მაჟორიტარულად საქართველოს ადამიანი, რომელიც ჯავახეთის საქართველოსთან გამოყვანას მოიწევს. ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის კოორდინატორი ბექა ჯიქიძე ამ დრომდე დაკავებულია, როგორც მისი ადვოკატი ვარლამ ხათრიძე აცხადებს, ჯიქიძე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული და მას დანაშაული არ ჩაუდენია. 18 წლის ბექა ჯიქიძე 1 სექტემბერს ვარკეთილის მეტროსთან ედგარ გრიხინთან, ირაკლი ჩიტინაშვილთან და ნიკა კობახიძესთან ერთად დააკავეს და განუმარტეს, რომ არსებობდა რაღაც პრობლემა, რის შემდეგაც ჯიქიძე დასაკითხად წაიყვანეს და აიძულეს ეთქვა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. ქართული ოცნების წევრი სამართალდამცველებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაშიც ადანაშაულებს და პროტესტის ნიშნად ჩიმშილობს. აღნიშნული უკანონობის გამო ბექა ჯიქიძე 2 სექტემბერს საჩივრით მთავარ პროკურორს უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველსა და ქართული ოცნების თავმჯდომარესაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა.
ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი ბექა ჯიქიძე, რომელიც გახლავთ ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი, უკანონო პატიმრობაში იმყოფება დღეს, იგი ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოშია. 48 საათი გავიდა მისი დაკავებიდან. ფაქტობრივად ოქმი, რომელიც არ არსებობდა, მისი დაკავების დროს არ შევსებულა. შესაძლებელი არის, რომ ამ ოქმის გაყალბება მოხდეს და პოლიციამ პირდაპირ ჩაწეროს იქ სხვა დრო. დიდი საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ამისათვის, რომ ოქმი იყოს გაყალბებული. ქართული ოცნებიდან რომ წამოვედით, იყო 6 საათი და დაგვაკავეს მე, ბექა ჯიქიძე, ედგარ გრიხინი და ირაკლი ჩითინაშვილი. და მას შემდეგ ეხლას დაკავებული. ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სამმართველოსთან. აქციის მონაწილეები უკანონო დაკავებული ბექა ჯიქიძის გათავისუფლებას ითხოვენ. ჯიქიძე 1 სექტემბერს დააკავეს, თუმცა ბრალი 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ წაუგენეს. ჯიქიძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი პოლიტიკური ნიშნით იდევნება და ქართული ოცნების ერთ-ერთი უბნის координатორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და სრულ ბრალდება აქ წაყენებული. მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლას, CMS პირდაპირ წამების კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს იმას, რაც მის მიმართ განხორციელდა, რადგან მას დაწერილი აქვს საჩივარი და ამ წუთებში შიმშილობს. საჩივარში მოყვანილი აქვს მას შემდგომი ფაქტები, რომ 1 სექტემბრიდან დღემდე ყოველ დილით მას წინასწარი დაკავების 7 თანამშრომელს გამოყავს კამერიდან, აიძულებენ რომ ის გაშიშვდეს. და აიძულებენ რომ გააკეთოს ეგრეთ წოდებული ბუქნები, რის შემდგომაც ხდება მასზე ფიზიკური შეურაცხყოფა, აგინებენ არა მარტო მას, არამედ აგინებენ იმ პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის წევრიც ბატონი ბექა არის, მის ლიდერს უშუალოდ და ამის შემდგომ მას აბრუნებენ კამერაში. პირდებით მიხეილ სააკაშვილს და ვანო მირაბიშვილს რომ იბრძოლებთ მანამ, სანამ ამ ქვეყანაში არ გვექნება სამართლიანი სასამართლო, არ იქნება თავისუფალი სიტყვის პატივისცემა და პარტიული თუ პოლიტიკური ხედვების გამო ადამიანებს ესე არ დაშიან, რაც ეხლა დღეს ხდება ჩვენ და სამწუხაროდ ამ შენობაში. ქობულეთში ქართული ოცნების ოფისი დაარბიეს. კოალიცია ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ქობულეთში დილის 6-10 წუთზე ქართული ოცნების ოფისი დაარბიეს. როგორც თვითმხილველები მეცხრეერთან იხსენებენ, ახალგაზრდა მამაკაცი ძალით ცდილობდა ოფისის კარის შემტვრევას, იგინებოდა და აპროტესტებდა ბიძინა ივანიშვილისთვის ოფისის მიქირავებას. ქობულეთში კოალიციის ოფისთან ჩვენი ბათუმის ბიუროს რეპორტიორი ნათია როყვა მუშაობს. ნათია, რა ვითარება ამ დროისთვის ქობულეთში სამართალდამცველებით უმუშაობენ ადგილზე? ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის მუშაობა კოალიცია ქართული ოცნების ოფისში ქობულეთში. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დაასრულა ინციდენტის შესახებ შეადგინეს ოქმი. ადამიანი, რომელზეც მიუთითა კოალიციის წევრებმა, როგორც დამნაშავე, რომელმაც ჩაამტრია ის მინა, რომელსაც ახლა მაყურებელი კადრში ხედავს, ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და გადაიყვანეს ბათუმში, როგორც კოალიცია ქართული ოცნების წევრებისთვის არის ცნობილი ნარკოლოგიური შემოწმების გასაკეთებად. ჩვენი გადამხდები პარალელურ რეჟიმში მუშაობს ბათუმში ნარკოლოგიურ ცენტრში და მას როგორც უთხრა საქმის გამომძიებელმა, ვინმე ზვიად ხუჯაძემ, ეს ადამიანი რაულ ხუნდაძე, რომელმაც მინა ჩაამტრია კოალიცია ქართული ოცნების ოფისის შესასვლელი კარები, უკვე გაათავისუფლეს, ის დაკითხეს, ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმებაც, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა ნიმე დღეში იქნება ცნობილი. ინციდენტი, როგორც თვითმხილველები ამბობენ, დილის 6-10 წუთზე მოხდა და ამბობენ, რომ ეს ადამიანი, რომელმაც კოალიცია ქართული ოცნების ოფისში მოახდინა თავდასხმა, არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და აქტივისტი და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ცდილობს, რომ მოაწყოს პროვოკაცია კოალიციის წევრებთან მიმართებაში. ბათუმის ცენტრალურ ოფისზე წუხელ ორი ახალგაზრდა მთვრალი მოვიდა, რომელიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. ბერას კონცერტის წინ ბათუმის ცენტრალურ ოფისში ასეთივე ფაქტი პრაქტიკულად დაფიქსირდა, ეხლა უკვე აშკარად ძალადობას აქვს ადგილი. დაახლოებით 6-10 წუთი იქნებოდა, რომ გამაღვიძა ჩემმა ოჯახის წევრმა და გითხრა, რომ შუშას აზიანებ, დალეწა ვიღაცამ შუშა და იყო თავდასხმა ოფისზე და გამოვედით ყველა ოჯახის წევრები და ნახეთ, რომ ვიღაცა კაცი გამიზნულად აკეთებდა, ჩალეწა შუშა, აგინებდა ყველას, ყველაფერს. ადამიანი, რომელიც დილის 6-10 წუთზე იყო ქობულეთში კოალიცია ქართული ოცნების ოფისთან მოსული, ჩამოხია ბიძინა ივანიშვილის პლაკატები, რომელიც აი ამ შესასვლელში იყო გამოკრული, მოარო კარებს სახელური და აი ამ რკინის სახელურით ჩაამტურია, როგორც თვითმხილველები ამბობენ, კარებში შესასვლელი მინა.
დიდი მადლობა კოპლეტიდან ჩვენი კორესპონდენტი ნათია როყვა საუბრობდა. ცნობილი ქართველი მოგზაური და რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა ქართულ ოცნებას მხარდაჭერას უცხადებს. მორიგი მოგზაურობიდან დაბრუნებული ლეჟავა კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ლონდონის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის წევრები უყურადღებობაში დაადანაშაულა. ხედავ რომ ცალკარში თამაში არის და მე მოძალადე ხალხს ვერ ვიტან საერთოდ. ჩემი ნატურა ასეთი არის და მე ვფიქრობ რომ ესე იგი დაუდგე იმ ხარეს რომელიც ახლა მართლა ხელფეხშეკრული არის და უნდა იბრძოლოს გამარჯვებისათვის და მე ვფიქრობ რომ ბრძოლაც არ იქნება საჭირო ისე დამარცხდებიან ისინი თვითონ იმარცხებენ თავის თავს ასეთი მოქმედებებით უბრალოდ სასამართლოდან დავიწყოთ ვინაიდან ეს არის და კანონი არ არის და სასამართლო არ არის და მე სხვა დანარჩენი რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ რაც ესე იგი ძალიან უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფოს ჩვენი სამშობლოს ესე იგი სახელისათვის საზღვარგარეთ გატანისათვის მე სათქმელი აღარაფერი აღარ დამტოვა ბატონო ჯუნდერმა მე ეს ვიტყოდი ისე კარგი ანალიზი გააკეთა თავის მოკლე გამოსვლაში ვინ არის ვინ და მთლიანად აჩვენოთ დღევანდელი ჩვენი ყოფა აი ასეთი ხალხის დაპყრობა და დამონება უნდა ამას ვერ შეძლებს მაგის გონება და ჭკუა არ აქვს ვერ გააჭირებს ეს კაცი ველოსიპედის არული ვერ ისწავლა თვითონ და ამან კიდევ ზოგლიოს დაარტყა აი ესეა რა ესეთი ხალხი ვარ ჩვენ ქართველები კახიკალაძემ სამტრედიაში ქართული ოცნების შტაბი გახსნა ღონისძიებას ქუთაისისა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გუბა სანიგიძე და ირაკლი ალასანია წესრებოდნენ. კოალიციის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას წინასაარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნეს. სამტრედიაში ინციდენტიც მოხდა შტაბის გახსნა მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა ალეკო მუქერიამ გააპროტესტა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეცხრე არხისა და ინფოცხრის ჟურნალისტებსაც. ჩემი სამშობლო მინდა იყოს დამოუკიდებელი. ჩემი ერი მინდა იყოს დამოუკიდებელი და ჩემი სამშობლო მინდა იყოს დამოუკიდებელი არა რაღაცა პირობითად, არამედ მინდა იყოს დამოუკიდებელი იმ ხელისუფლებიდან, რომელიც უკვე 22-23 წელიწადია ჩვენ ქვეყანას ბომბავს, აოხრებს, ყოველ ბრძოლის შემთხვევაში და ომის შემთხვევაში ართმევს გარკვეულ ტერიტორიებს და იქ ნაშოვი 6 მილიარდით გაბლატავებული ადამიანები არ მინდა იყოს ჩვენ ქვეყანაში წამყვანი პოლიტიკოსები. მედია მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას ასტუმრო თბილისი მარიოტში კვლევა ინტერპრეს ნიუს საქართველო მოამზადა მონიტორინგის ჯგუფის წევრის მედია მკვლევარ დიანა ჩაჩუას თქმით პროექტის ფარგლებში ისინი აკვირდებოდნენ ქართულ მედია სივრცეში სიძულვილი სცენის გაჟღერებას. როგორც ჩაჩუამ განაცხადა, ქართულ მედიაში ხშირია სიძულვილი სცენა, ერთადერთ გამონაკლისს რადიო წარმოადგენს. ტელევიზიებს შორის სიძულვილი სცენის გამოყენების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მაესტროს ერგო მეორე ადგილზეა, იმედი მესამე ადგილს კი ტელეკომპანია კავკასია იკავებს. სიძულვილი სცენა ძირითადად მიმართულია პრეზიდენტის ხელისუფლებისა და კოალიცია ქართული ოცნების მისამართით. ძალიან საინტერესო პროექტია. ბეჭდურო მედიაში ყველაზე დიდი დოზით გამოვიდა სიძულვილის სცენის გამოყენების შემთხვევები. რაც შეეხება ინტერნეტ და ტელემედია საშუალებებს, ისინი მეტად თანაბრად იყენებენ. ერთ-ერთი მთავარი მიგნებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სიძულვილის სცენის გამოყენების თვალსაზრისით ყველაზე ხშირად მას სიძულვილის სცენას იყენებენ პრეზიდენტის კოალიცია ქართული ოცნების მიმართ, ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება ადრესად წყაროს სიძულვილის სცენის ყველაზე ხშირად სიძულვილის სცენას იყენებს ლეიბორისტული პარტია, კოალიცია ქართული ოცნება, ჟურნალისტი თავად და მოქალაქეები. საპროტესტო აქცია ათენში საბერძნეთში მცხოვრები ქართველები არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვენ. მათ მასშტაბური აქცია გამართეს საბერძნეთის დედაქალაქში, სადაც საერთო სურვილი განცხადებაზე ხელმოწერით დაადასტურეს. ემიგრანტები ხელისუფლებისგან ითხოვენ 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მათაც ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა გასული, ამიტომ მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს განცხადება არის, რომ უფლება მოგვეცეს ჩვენ სპეციალურ სიებში შეგვიყვანოს ჩვენმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, ლეგალებმაც და არალეგალებმაც. ძალიან ბევრი ემიგრანტები არიან საზღვარგარეთ, არა მარტო საბერძნეთში, არამედ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ კუთხეში. 22 წლის ქალიშვილი პატარა გოგო წავიდა ამერიკაში. 27 წელი შეუსრულდა და იქიდან ვერ ჩამოვიტყვე.
ეს არის საქართველო? გადენა მიხეილ სააკაშვილმა ხალხი საქართველოდან არავის არ უნდა ჩამოსვლა საქართველოში, იმიტომ რომ ვინც ჩავიდა 2 კაპიკი და რაღაცა გახსნეს, ყველას თავზე დაადგეს და ყველაფერი წაართვეს. საქართველოში სანამ მიხეილ სააკაშვილი იბატონებს, საქართველოში ცხოვრება არ დაალაგდება. არ გვინდა ლენინიზმი. დემოკრატიულ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ. დრო არის წავიდეს. ასე რომ გვითulis რომ მოგანატრებთ ყველს და მას ჭადსო. როდის გამოგვიგზავნა რო გვანატრებს. მოგშორდეს ეს კაცი წავიდეს. დაუბრუნდებით კვლავ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებას, როგორ აფასებენ შტეფან ფულესა და კეტრინ ეშტონის განცხადებას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები. ამის შესახებ თამთა სანიგიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. თამთა, რა შეფასებები გეთდება? პირველი ვინც შეფასა და გამოეხმაურა შტეფან ფულესა და კეტრინ ეშტონის ერთობლივ განცხადებას, ეს იყო ნაციონალური მოძრაობა. მართველი გუნდი აცხადებს, რომ მთლიანად იზიარებს და ეთანხმება კეტრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს გამოსვლის შინაარს. ჩიორა თაქთაქიშვილის აზრით, ამ გამოსვლის მთავარი ადრესატი არის მათი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი. ამ შემთხვევაში ისინი გულისხმობენ ქართულ ოცნებას და იქვე ხაზს მიუთითებენ და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ფულე და კეტრინ ეშტონი საუბრობენ თანაბარ პასუხისმგებლობაზე და ამბობენ, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას. გარდა ამისა, თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ მართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს წესები და პრინციპები და კანონი იყოს დაცული. ერთ-ერთ არგუმენტად კი პარტიების ქცევის დეკლარაცია მოჰყავს. განცხადებაში აღინიშნა მთელი რიგი წინ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში. ეს არის კიდევ ერთხელ აღიარება იმისა, რომ საქართველოში რეფორმები გრძელდება კონკრეტულად მათ შორის დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა იმას, რომ ოპოზიციის პოლიტიკური პარტიები, ისე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები, უნდა დაემორჩილონ არჩევნების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და ასევე აღინიშნა, რომ ის შედეგები, რომელიც იქნება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, დადგენილი უნდა იქნეს აღიარებული პოლიტიკური პარტიების მიერ და ევროკავშირი ასევე შეშფოთებული არის იმით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია აღვივებს ეჭვს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. წინასაარჩევნო გარემოზე ევროკომისრების განცხადება უკვე წაიკითხეს ქართული ოცნების ლიდერებმა. კოალიციის წევრები ფიქრობენ, რომ დიპლომატიური ტონი აშკარად არის განკაცრებული წინასაარჩევნოთ და ეს არის რეალურად გაფრთხილება ხელისუფლებისთვის. ასეთი არის ვიქტორ დოლიზის შეფასება, რომელიც იყო ეუთოში საქართველოს ყოფილი ელჩი და ახლა ის უკვე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი სახე არის. როგორც ქართულ ოცნებაში განვარტავენ, ისინი ყოველთვის მზად იყვნენ და ახლაც მზად არიან, რომ რეალურად ოპონენტებთან დასცნენ და მართლაც წინასაარჩევნო პროგრამებზე დებატონ ერთმანეთს და დაუპირისპირდნენ, თუმცა ვინც ამ მზაობასა და ასეთ განწყობას ხელს უშლის, დოლიძე აცხადებს, რომ ეს არის სწორედ მოქმედი ხელისუფლება და მართველი პარტია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზათვად პროგრამებზე, კონკრეტულ პრობლემატიკაზე და მათი გადაჭრის გზებზე ვისაუბროთ. ეს ჩვენი დიდი სურვილია, მაგრამ სამწუხაროდ ალბათ ხედავთ, რომ დებატებშიც კი, როდესაც ჩვენ ვსხდებით ჩვენს ოპონენტებთან, პირადული შეურაცხყოფების, უსოფლო ბრალდებების გარდა, მათ სხვა არაფერი არ შეუძლიათ და ბინძური პროპაგანდის გარდა. ეს ქართული ოცნებისთვის ნამდვილად არ არის დამახასიათებელი. ჩვენი პოლიტიკურ ჩარჩოებში, პოლიტიკურ კალაპოტში ვრჩებით, აუცილებლად მივიყვანთ. ძალიან დიდი სირთულის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილს არჩევნებამდე და ბუნებრივია იქ დავამარცხებთ. თქვენ იცით, რომ შტეფან ფულემ და კეტრინ ეშტონმა ეს განცხადებები გააკეთეს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს. ვანო მერაბიშვილი ასევე შეხვდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ვან რომპეისაც და ერთ-ერთი მიმართულება რომპეის გამოსვლის ასევე იყო წინასაარჩევნო გარემო და არჩევნებთან დაკავშირებული თემატიკა. მე ახლა სწორედ რომპეის განცხადება მიჭირავს ხელთ და ის წერს, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამავე დროს ვან რომპეი შეშფოთებას გამოთქვამს წინასაარჩევნო პერიოდში მზარდი დაძაბულობის გამო. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში თამთა სანიგიძე საუბრობდა. თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ავღანეთში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა დევიდ ჭანკოდაძემ ჰელმანდის პროვინციაში ბაზა შუკვანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები აისაფის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონული სარდლობის მეთაურს, გენერალ-მაიორ გურგანუს და ოპერატიული შენაერთების მეთაურს, გენერალ-მაიორ ბერგერს შეხვდნენ და მისიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში აისაფის ოპერაციაში იღებენ
პროგრამაზე. მონაწილეობას ისინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. ჩვენ შეგვაქვს ჩვენი წვლილი მსოფლიო გლობალური საფრთხეების დამყარების პროცესში ამავდროულად ვიღებთ ძალიან დიდ გამოცდილებას, რაც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯარის მშენებლობაში. ახალი 12-ზე ბრუნდება პირდაპირ ეთერში. წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მედიის თავისუფლების პრობლემები და პოლიტიკური რეპრესიები. ეს საკითხები განიხილება კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო შერატონში არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. თემას თამთა ჯანაძე განაგზობს პირდაპირ ეთერში. თამთა გისმით. გავიგე. სასტუმრო შერატონ მეტეხი პალაში კონფერენცია უკვე 1 საათია, რაც მიმდინარეობს, როგორც ღონისძიების ორგანიზატორი ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, კონფერენციის ძირითადი მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით აზრთა გაზიარება და ინფორმაციის გაცვლა. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები და უფლებადამცველები და ისინი ისაუბრებენ ასევე მედიის პრობლემებთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, უფლებადამცველები ნახავენ იმ აუდიო და ვიდეო მასალას, რომელთაც დასტურდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნის ფაქტები. ჩვენ ხვდებით ისეთ სერიოზულ დარღვევებს, როდესაც ადამიანები ხდებიან პირდაპირ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი, მათ ან აკავებენ, ან აპატიმრებენ, ან მათზე ხორციელდება უკანონო ფინანსური სანქციები და სხვაგვარი დასჯები, დევნა, სხვადასხვა სახის, რამაც ბუნებრივია კიდევ უფრო აქტუალური გახადა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების როლი. აზრთა გაცვლა გამოსვლადია სწორედ იმ კითხვებზე პასუხის მიღება, როგორც ჩვენი თანამემამულეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის იქნება კიდევ ერთი ტრიბუნა დღეს. ეს თავისთავად უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია იმ გზაზე, რასაც ქვია ქვეყნის დემოკრატიზაცია. კონფერენცია დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ის საღამოს უფლებადამცველების მიერ საგანგებო რეზოლუციის მიღებით დასრულდება. დიდი მადლობა სასტუმრო შერატონიდან ჩვენი კორესპონდენტი თამთა ჯანაძე საუბრობდა. თელავში შპს გარეგანათების თანამშრომლები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო მაისურებში ჩაცმულები მუშაობენ. ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი აღწევს. მათივე ცნობით შპს გარეგანათება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100,000 ლარით ფინანსდება. იურისტების განმარტებით, მსგავსი ფაქტები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამორჩევლის მოსყიდვად ითვლება. რატომ მუშაობ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო მაისურებში? დარღვევა არ არის? ვინ გითხრათ? რაკე უფლები. არ შეიძლება. რატომ გაცვეთ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო მაისურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს? შეიძლება თქვენი აზრით? 78 წლის გიორგი ამირანაშვილს ტყის მცველები დაპატიმრებით ემუქრებიან. როგორც გიორგი ამირანაშვილი ყვება ტყის მცველებმა, ის დაახლოებით 2 კვირის წინ ხმელი ხეების შეგროვებისას დააკავეს და ცხენი წაართვეს. რის შემდეგაც ამირანაშვილს ნაკრძალის განადგურების გამო ოქმი შეუდგინეს, თუმცა შეპირდნენ, რომ ოქმს არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემის შემდეგ მის თვალწინ დახედნენ წინააღმდეგ შემთხვევაში კი დააკავებდნენ. ტყეში ვიყავი, დამიჭირეთ და ტყეს მარცხნებზე. იმის გულისთვის რომ ნუ მიგავს შეშაო ხმელი დაყრილი ხელი შეშაო აქტი უნდა დაწერო ცხენი უნდა წავიყვანოს წაიყვანოს მეთქიმდერე აქტი უნდა დაწერო რომ აქ დაგიწერავ თუ ხელი მააწერო მე არ მოაწერე ხელი საკაშმის რომ ისევ ხმას თუ მე ამაკ დაგიხებთ. ირაკლი ალსანია ზუგდიდის განვითარების ახალ გეგმაზე საუბრობს. მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდის ეკონომიკის განვითარებაში 100 მილიონი ლარი პირველივე წელს შეიძლება. ამისთვის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის განვითარების ფონდის ჩამოყალიბებას აპირებს, რომელიც მსხვილი და მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინიციატივაზე ალსანიამ ბუკიას ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა. მან შეხვედრები ლომოურის და აღმაშენებლის ქუჩებზეც გამართა, სადაც ადგილობრივებს ქართული ოცნების ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ურნალობა უკვე უკვე შეპირობებული გვაქვს ჩვენ რომ მოვიზიდავთ 100 მილიონზე მეტ ინვესტიციას ზუგდიდის ეკონომიკაში. მცირე და საშუალო ბიზნესი. ეს იქნება თხილის გადამამუშავებელი, ეს იქნება კვების გადამამუშავებელი, პატარა ობიექტები, რომელიც საკონსერვო, რომელიც საშუალებას მისცემს დასაქმდნენ ზუგდიდში ზუგდიდელები და რაც მთავარია
ამ პროდუქციის გასაღების ბაზრამდე მიტანაში დავეხმარებთ. მოვიდა ფრიდონ ხოდუა დეპუტატი ვაროს გზას გაგიკეთებთო, ამას გაგიკეთებთო და იმის მერე კაციშვილს არ უნახი. მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ქართული ოცნების ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი ეკა ბესელია. კანდიდატი ამჯერად დევნილების ახალ რაიონში მხარდამჭერებთან ერთად ეწვია პრობლემებზე საუბრის შემდეგ ანსამბლმა ქართულმა ხმებმა ეკა კვალიაშვილმა და სხვა შემსრულებლებმა ახალ რაიონში თავიანთი რეპერტუარიდან სიმღერები შეასრულეს. ჩვენ დევნილებს პირდებით, რომ ისინი აღარასოდეს აღარ იქნებიან საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულები, რომ მათი პირობები იქნება ძალიან ღირსეული, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა იშრომონ, დასაქმდნენ, საკუთარ სახლში იყვნენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ახალგაზრდები, ვინც მრავლად არიან თავის მშობლებისგან და უფროსებისგან განსხვავებით, ვისაც ეშინია და სამწუხაროდ აი ბევრი ზევიდან გვიყურებს, ვერ ბედავს ჩამოსვლას, მაგრამ მათი შვილები აქ არიან ჩვენთან ერთად. არ ფორდება ეს ბინები, ეს ყველაფერი დროებითია, დროებით საცხოვრებელი ბინა დაქმნდა. მათ ეშინიათ ამის, რომ მათ გონიათ, რომ თითქოს მე თუ თქვენს გვერდში დავდგები, მე თქვენ გვერდში დავდგები, მე ბინიდან გამომაგდებენო. ამიტომ მე მადლობელი ვარ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დღევანდელი შეხვედრით მოსახლეობას ხვდებიან ფოთელი ქრისტიან-დემოკრატები პარტიის ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა ბერაია იმ კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა, სადაც რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტი იმყოფებოდა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა ყურადღება გაამახვილეს მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და უმუშევრობაზე. გვიყვარს ეს პიროვნება, ხშირად მოდის, კითხულობს პრობლემებს, მაგრამ ის პრობლემად რჩება, იმიტომ რომ დღეს ძალა არ აქვს ისეთი, რომ მაგან გაგვიკეთოს რაც გასაკეთებელი. ეს უბრალოდ არის თვალის ახვევა, აქ ორი საქანელა და ის ერთი ჩამოზარჯდომ. ეს ამეზოს არ შველის, არ არის არც არხები, არაფერი. სადარბაზოებში წყალი შემოდის. საშინელი ერთი საფეხური უკვე იფარება. პადულები დატბორილია. ყველა პრობლემატურ საკითხზე არის საუბარი მიმდინარეობს დიალოგის რეჟიმში, უამრავი პრობლემა აწუხებთ მათ, ეს ჩვენთვისაც ცნობილია მეტნაკლებად, ბუნებრივია ჩვენის მხრივ ვაცნობთ ჩვენს ინიციატივებს და პროგრამებს იმ შემთხვევაში პარლამენტში თუ რა საკითხებს გავიტანთ, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, არის საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. კოალიცია ქართული ოცნების დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე დიღმის მასივში ამომრჩეველს შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა. როგორც ხმალაძე განმარტავს, მათი პროგრამა მიმართულია იმ უსამართლობაზე, რომელიც ქვეყანაში დღეს მძვინვარებს. რაც უნდა ის შემოხაზოს. ვერავინ ვერ გაიგებს იყენებენ იმისათვის, მთავრესი ამ პრობლემებიდან ეს არის საერთო პრობლემები, რომლებიც მთელს საქართველოს აწუხებს და შემდგომ ადგილობრივ პრობლემებზეც საუბრობთ, ვამბობ იმას, რომ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა, რეალური შესაძლებლობა წარმოიშობა მხოლოდ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის კვალ და კვალ. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობასთან გაცნობას, რას გვეგმავთ, რას ვაპირებთ და ზოგადად რა იქნება სამომავლოდ დიღმის მასივში და ამ კონკრეტულ კორპუსში. ჩემი აქის მოსვლის მიზეზი არის, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს, უსაშველო მდგომარეობა, გადასახადებს ვერ ვიხდით. ესე იგი, ერთს გადავიხდი, მეორეზე ფიქრობ, ითი გადაიხადო. წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე. კოალიციის წევრები სოფელ დვირისა და ლიკანის მოსახლეობას შეხვდნენ. ბორჯომის შტაბის წევრის ვანო შალუტაშვილის თქმით, დვირის სოფლის რწმუნებული კახაბიბილური მოსახლეობას შეხვედრაზე მისვლას ugზავნიდა. დეპუტატობის კანდიდატმა სოფელ ლიკანში სოციალურად დაუცველი როზა მიქელიანიც მოინახულა. გამგებელი, რწმუნებული კახაბიბილური ხონდა დავალებული, რომ ჩაეშალა ჩვენი შეხვედრა კოალიციის შეხვედრა და იდგა და ხალხს აშინებდა და აბრუნებდა უკან სახლებში. ამას ამის თვითმფრინალებიც არსებობენ. ფაქტობრივად დღეს რწმუნებულები გადაქცეულები არიან ხელისუფლების მხრიდან დაშინების და ტერორის ინსტრუმენტად. აი არ უნდა კონდეს სააკაშვილის და მის ხელისუფლებას იმის იმედი, რომ აი ესეთი ჩინოვნიკები, რომლებიც უბრალოდ უგრძელავენ გაჭირებულ ხალხს თავისი გაჭირების საჯაროდ საუბარზე, მათ ხელისუფლებას შეუნარჩუნებენ. დღეს ქართული ერის ნება არის უფრო მტკიცე და მყარი, ვიდრე ამ ჩინოვნიკების ძალაუფლება და ის შიში, რომელსაც ისინი ნერგავენ.
გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას ხვდება. მამუ გარეშიძე გარდაბნის რაიონში ჩასახლებულ სამაჩაბლო სულტოლვილებს, თბილრესისა და ლელაშხას მცხოვრებლებს შეხვდა. მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა გააცნო. მოსახლეობის თქმით, უმთავრეს პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს, რის გამოც სოციალური მდგომარეობა მძიმეა. არესტის განცხადებით კი კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათი პრობლემები მოგვარდება. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ეს მოსახლეობაში ერთსულოვნება არ იყო, არა იმისთან დაკავშირებით, რომ თქვა, ვიღაცა წინააღმდეგია, მომხრეა ქართული ოცნების თქვა და მმართველი პარტიის. არამედ აი უიმედობის დემონსტრირება მოხდა, რომ არავის დაპირების მიღებები აღარა ვართ. აბჭალის მოსახლეობას საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მას შემდეგ რაც რკინიგზის გაყვანა დაიწყეს, დასახლებაში ბევრი პრობლემა გაჩნდა. მოსახლეობის თქმით, რკინიგზის მშენებლობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხი არ იყო სათანადოდ განხილული, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე სახლები დაიბზარა. ადგილობრივები ამ პრობლემის მოგვარებასთან ერთად გზის გაკეთებასაც ითხოვენ, რადგან რკინიგზის მშენებლობის გამო 5 ქუჩისთვის მხოლოდ ერთი ვიწრო გასასვლელია დარჩენილი. პრობლემას წარმოადგენს საწვიმარი არხების არარსებობას, რის გამოც წვიმის დროს წყალი სახლებში ვარდება. გაიყვანეს ეს მატარებლის ხაზი, ტვერია საშინელი, დაადგეს ისეთ წყლის ტრუბებზე, რომელიც ხშირად სკდება. მერე ისე ვითომ აკეთებენ, ესე იგი კვირაობი და თვეობი წყალი არა გვაქვს. არის უწერის ქუჩა, რომელსაც აქვს 3 შენაკადი ქუჩა. აქედან წამოვარდნილი წყლის ნიაღვარი. აი იყო ერთი იქით ჯაჭვის წყალი, რასაც დიდი არხები გაუკეთეს, რომელსაც მიჰქონდა მთლიანად ავჭალა და ერთი ჩვენი ქუჩა იყო ეს უწერის ქუჩა. ნუ იქით გავაკეთებთ არხებს და რაღაცას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი ნიაღვარი მოდის. მაგ ნიაღვარსაც რო თავი დავანებოთ, ელემენტარულია, ამხელა ქუჩის ჩაკეტვა შეიძლებოდა. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი დარეჯან ჩხეტიანი ბოლნისის რაიონის სოფლებში შეხვედრებს განაგრძობს. ჩხეტიანი ამჯერად ბალახურისა და სამტრედოს აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდა. მან შეხვედრაზე სოფლის პრობლემებზე, ჯანდაცვასა და დასაქმებაზე ისაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ძირითადი ყურადღება სამეურნეო წარმოებასა და საბაზრო სისტემაზე გაამახვილა. შეხვედრის შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და ბოლნისის შტაბის ხელმძღვანელმა დავით ჩართოლანმა სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ფართები მოინახულეს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ივანიშვილის, რომ მოვიდეს ბატონი ბიძინა, გვეშველება თითქმის ხალხს, აი ასე ვფიქრობ მე პირადად. ძირითადად ახლა თქვენ როგორც ნახეთ, აქ იყო პრობლემა იმის შესახებ, რომ მიწები მათ წაართვეს და მათ არ აქვს საშუალება, რომ დაამუშავონ მიწა და თუ კი მცირე ნაკვეთები აქვს, ისიც მოსავალი მოყავთ და ვერ ასაღებენ. არის სხვა პრობლემების გზა არ არის, გაზიფიცირებული არ არის. სამტრედიაში ქართული ოცნების თასზე მინიფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. დაბაკულაშის სპორტულ მოედანზე ერთმანეთს ქუთაისისა და სამტრედიის გუნდები შეხვდნენ. სამტრედიის მხრიდან 41 ნომრით მონაწილეობა მიიღო ვეტერანმა ფეხბურთელმა კახი გალაძემ. სამტრედიამ ქუთაისი ანგარიშით 4-1 დაამარცხა. დღეს ვიმარჯვოთ თუმცა ყველა გამარჯვებული ვარ და ღმერთმა ყველა ქართველი გამარჯვებულ და გახარებულ გამყოფოთ. შვედებოდა გახარება ქონოდეთ, გაიხარეთ. 75 წელს სავარდა უყურე მაიმეცას არ ყოფილა. დღეს დაღდად მეხარუდა, რომ კახეთელი ნახე. მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით ტურნირი ოცნების თასი და სამტრედიამ პირველი შეხვედრა, როგორც წარმატებით დასრულდება, ვიგებთ პირველ შეხვედრას და მომავალშიც იმედია, ასე წარმატებით გავაგრძელებთ თასს და რაც თასის თამაში და რაც თავარია და რაც მნიშვნელოვანია, 1 ოქტომბერს მთელი საქართველოს ვიზეიმებთ იმით გამარჯვებას, რასაც ქართული ოცნების სასრულებელია. ამჟამად უცხოეთიდან მიღებული ინფორმაციით განვაგრძობთ, სომხეთსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური სკანდალი გრძელდება. უნგრეთის მთავრობის მიერ სომეხი ოფიცრის მკვლელობისთვის დაპატიმრებული აზერბაიჯანელი რამილ საფაროვის ბაქოსთვის გადაცემის ფაქტს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეხმაურება. იგი უნგრეთისგან ახსნა განმარტებას ითხოვს, თავის პოზიციას აფიქსირებს მოსკოვიც, რომელმაც საფაროვის ბაქოსთვის გადაცემის ფაქტი დაგმო. სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარკისიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიას უპასუხოს. ბაქოში კი სომხეთის რეაქციას პოლიტიკურად მოტივირებულსა და ისტერიულს უწოდებენ. რამდენიმე დღის წინ ერევანში უნგრეთის საკონსულოსთან დემონსტრანტებმა უნგრეთის დროშები დაწვეს და საკონსულოს კვერცხები დაუშინეს.
სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი ლუნი 6-დღიანი ვიზიტით ჩინეთს ესტუმრა და ჩინეთის პრეზიდენტ ხუ ძინტაოს შეხვდა. ლუნმა ვიზიტი სიჩუანის პროვინციიდან დაიწყო, სადაც 2008 წლის მიწისძვრის დროს 90,000 ადამიანი დაიღუპა. სინგაპურის პრემიერმა ჩინურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ დასუსტებული გლობალური ეკონომიკის ფონზე ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეკონომიკურ სისტემებს განამტკიცებს. ჩინეთსა და სინგაპურს შორის ორხრივი ვაჭრობა ყოველწლიურად 11%-ით იზრდება და 2011 წელს ამ მაჩვენებელმა $63 მილიარდ მიაღწია. ლიმონი შეხვედრებს სხვა ჩინელ ლიდერებთანაც გამართავს. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქარიშხალ აიზეკით დაზარალებულ ლუიზიანას შტატს ესტუმრა. მან დაზარალებულები ანუგეშა და დაზიანებული ადგილები მოინახულა. ობამას ვიზიტამდე ლუიზიანას შტატში მისი ოპონენტი რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი მით რომნიც იმყოფებოდა. სტიქიის შედეგებისა და მათი რეაგირების შესაფასებლად ობამა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ქარიშხალი აიზეკი პირველი შტორმია, რომელიც წელს დაატყდა თავს ამერიკას. სტიქიამ ლუიზიანაში 6, ხოლო მისისიპიში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სურს ყველა აქ მყოფი შევაქო, რადგან მათ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მოსახლეობამ საშინელი ზარალი განიცადა. ნანგრევები უკვე გაწმენდილია და მოქალაქეებს შეუძლიათ დაიწყონ ხელახლა შენება. სურს კოორდინირებული მუშაობისათვის მადლობა უთხრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. როდესაც მსგავსი რამ ხდება, არავინაა დემოკრატი ან რესპუბლიკელი. ჩვენ ყველა ამერიკელები ვართ. სირიაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების იდეას პარიზის შემდეგ ლონდონი ეხმაურება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის კრიზისის მოგვარების გზებზე ისაუბრა. უილიამ ჰეიგის განცხადებით ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოება სირიის ოპოზიციას უნდა დაეხმაროს. თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიაში ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა. უილიამ ჰეიგმა გაეროს უშიშროების საბჭოზე ვეტოს გამოყენებისათვის რუსეთი და ჩინეთი გააკრიტიკა. ასადის ძალაუფლებიდან წასვლა გარდაუვალია, მისი რეჟიმი ჩამოშლის პირასაა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეემუშაოს გეგმა და სასწრაფოდ დაუჭიროს მხარი სირიის ახალ ხელისუფლებას. ასადის რეჟიმის ძალადობის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ორმა ქვეყანამ უკვე მომზადებული რეზოლუცია სამჯერ დაბლოკა. საერთაშორისო დახმარების იმედი აქვს სირიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს. აბდულ ბასეთ სეიდა დასავლეთის სახელმწიფოებს სირიაში სამხედრო ინტერვენციისაკენ მოუწოდებს. ასადის რეჟიმი ყველანაირ იარაღს იყენებს, რამდენიმე რეგიონი მთლიანად გაანადგურეს. სირიელი ხალხის დასაცავად დაუყოვნებლივ სამხედრო ჩარევას მოვითხოვთ. ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში სირიის ეროვნული საბჭო სხვა ოპოზიციურ ძალებთან დიალოგისთვის მზადაა. გასულ კვირას სირიაში დაღუპულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საბრძოლო მოქმედებებს 1600 ადამიანი შეეწირა. მთლიანობაში 17-იან სამოქალაქო ომს 20,000 ადამიანი ემსხვერპლა. ჰილარი კლინტონი ინდონეზიის ტურნეს განაგრძობს. იგი ქვეყნის პრეზიდენტ უიდოდოს შეხვდა, განიხილეს ვაშინგტონსა და ჯაკარტას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივა. უშუალოდ თავის კოლეგასთან ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ამერიკის სახელმწიფო მდივანი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სადაო კუნძულების თემა შეეხო. მეტის ცნობით ჰილარი კლინტონმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიულ დავეში ჩართულ სახელმწიფოებს ეგრეთ წოდებული ქცევის კოდექსის დოკუმენტის დროული შემუშავებისკენ მოუწოდა. ჩინეთი და ვიეტნამი თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებზე საუბრობენ. ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის რიგით მე-6 კონსულტაციებს ჰანოი მასპინძლობს. მიღწეულია შეთანხმება აქტიურ სამხედრო თანამშრომლობაზე. ორი ქვეყნის შეერაღებული ძალები გააღრმავებენ კონტაქტებსა და იზრუნებენ კონსენსუსზე. პეკინი და ჰანოი რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის თანამოქმედების პირობას დებენ. ორ დედაქალაქს შორის ასევე შეთანხმდა მაღალ და უმაღლეს დონეზე ვიზიტების სისტემატიური გაცვლის აუცილებლობა. იემენის ქალაქ სანაში პოლიტიკური პარტია საერთო სახალხო კონგრესის 30 წლის იუბილეს აღნიშნა. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდულა სალეხია. მან იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იემენელებმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ და კოალიციურ მთავრობასა და პრეზიდენტს გვერდით უნდა დაუდგნენ. სალეხს იემენის პოლიტიკური ცხოვრებაზე კვლავ დიდი გავლენა აქვს. მან მთავრობა გააკრიტიკა, მაგრამ პრეზიდენტის მანსურ ჰადის მხარდაჭერა აღუთქვა. საერთო სახალხო კონგრესი 1982 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო სალეხი პრეზიდენტად 1990 წელს აირჩიეს. იემენის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ კონგრესი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ჩვენ ერთობას უჭერთ მხარს.
საერთო სახალხო კონგრესი ამისათვის ძალისხმევას არ დაიშურებს და მზად ვართ მსხვერპლზეც კი წავიდეთ. ქვეყნის ერთობასა და კოალიციურ მთავრობას ხარი უნდა დაუჭიროთ. დავეხმარებით პრეზიდენტ ჰადის ეროვნულ დიალოგში წარმატების მისაღწევად. მექსიკის პრეზიდენტმა ფილიპე კალდერონიმ პრეზიდენტის ამპლუაში ბოლო განცხადება გააკეთა. იგი თანამდებობას ნოემბერში ტოვებს. მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები გაძლიერდა და მექსიკა ორგანიზებულ დანაშაულს უკვე წარმატებით ებრძვის. კალდერონმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით პროგრესს მიაღწია. მან პოლიტიკოსებს ახლად არჩეული პრეზიდენტის ენრიკე პენია ნიეტოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. რამდენიმე დღის წინ კალდერონიმ ქვეყნის მოძველებული შრომითი კანონმდებლობის ლიბერალიზაციისთვის დეპუტატებს ახალი კანონპროექტი წარუდგინა. წლების მანძილზე დანაშაული იზრდებოდა და სახელმწიფო სუსტდებოდა. ჩვენ ეს ტენდენცია შევცვალეთ. მომავალ მთავრობას უსაფრთხოების, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კარგი პლატფორმა ექნება. სურს მადლობა გადაუხადო გუბერნატორებსა და მერებს კოორდინირებული მუშაობისათვის. ახალ არჩეულ პრეზიდენტს წარმატებებს უსურებ და ყველას მოგიწოდებთ მისი დახმარებისაკენ. ლოს-ანჯელესის მახლობლად მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას კვლავ ვერ ახერხებენ. ცეცხლი ტყის მასივის 1600 ჰექტარზე ამოდებული და მის ლოკალიზებას 400 მეხანძრე ცდილობს. მათი თქმით, ცეცხლის ჩაქრობას კვირაზე მეტი შეიძლება დაშირდეს. ამოქმედებულია თვითმფრინავი და ვერტმფრენები ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ხანძარი პორტუგალიაში ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში გამძვინვარებულ სტიქიას 1700 მეხანძრე ებრძვის. ვერტმფრენის კატასტროფის შემდეგ ცეცხლის ჩაქრობას უკვე თვითმფრინავები ცდილობენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, იგი თავის ფერმის გადარჩენას ცდილობდა. პორტუგალიის მთავრობა დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართავს. რედბულის იმპერიის მემკვიდრე და ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახის წევრი პოლიციელის მკვლელობაში აეჭვმიტანილი. გამოძიების ვერსიით 27 წლის ფორაიუდ ოივითჰაიმ ბანგკოკში დილის 5 საათზე ფერარის მარკის ავტომობილით პოლიციელი გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიღალა. პოლიცია ავარიის ადგილზე მანქანიდან გამოჟონილი ზეთის კვალს გაყვა და ენერგოსასმელის იმპერიის მფლობელთა ვილას მიადგა, სადაც დაზიანებული ფერარი აღმოჩნდა. ეჭვმიტანილი პოლიციამ სახლიდან აიყვანა და დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანა, საიდანაც მალევე თავდებით გაათავისუფლეს. Facebook-ით დაკვეთილი მკვლელობა ჰოლანდიაში 9-თვიანი ხმაურიანი სასამართლო მოსმენების შემდეგ 15 წლის ბიჭს არასრულწლოვანთა საპყრობილეში ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც ჰოლანდიის კანონით ამასაკის დამნაშავისთვის მაქსიმალური საშელია. მკვლელობა იანვარში ორ ჩინელ გოგონას შორის ჭხობის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწყებული მიმოწერის საფუძველზე მოხდა. კონფლიქტში მონაწილე ერთმა გოგონამ შურისაძიებლად თავის შეყვარებულთან ერთად Facebook-ის საშუალებით 14 წლის კილერი დაიქირავა, რომელმაც მკვლელობა დანი ჩაიდინა. მკვლელობის დამკვეთებს სასამართლო განაჩენს ოქტომბერში გამოუტანს. საქმე ჩემი შვილის მკვლელობას ეხება და რა თქმა უნდა ერთწლიანი პატიმრობის სასჯელით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ეს არასრულწლოვანთა შესახებ კანონშია გაწერილი და ამ შემთხვევაში უძლურები ვარ. ცნობილი ამერიკელი მსახიობი მაიკლ კლერკ დანკანი 54 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მან კინომოყვარულებს თავისეთი ფილმებით დაამახსოვრა, როგორიცაა მწვანე მილი, არმაგედონი და თავქარიანი. ოჯახის წევრების განცხადებით მას რამდენიმე თვე გული აწუხებდა და გამოჯანმრთელება ვერ შეძლო. დანკანი 1999 წელს გადაღებულ ციხის დრამა მწვანე მილში მონაწილეობისთვის ოსკარზე და ოქროს გლობუსზე იყო წარდგენილი. პრინცი ჰარის სკანდალური ფოტოების გამოატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ პირველად საჯაროდ საქველმოქმედო აქციაზე გამოჩნდა. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი ლონდონში მძიმედ დაავადებული ბავშვების ქველმოქმედებით დაკავებული ორგანიზაციის Well Child-ის ყოველწლიური დაჯილდოების საღამოს დაესწრო. ორი კვირის წინ პრინცი ჰარი ლოს-ანჯელესში გადაღებული შიშველი ფოტოების გამო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ბრიტანულ პრესაში პრინცის სკანდალური ფოტოები მხოლოდ გაზეთმა Sun-მა გამოაქვეყნა. და გამოშვების ბოლოს კიდევ ერთი ინფორმაცია. გაზეთი ჩიკაგო ტრიბუნა ვენეციის კინოფესტივალზე გაგზავნილ ქართულ ფილმს ეხმაურება. ჟურნალისტი ფილმს შავი იუმორით გაჭრებულ მელოდრამას უწოდებს. საუბარია რუსუდან ჭყონიას ფილმზე Keep Smiling, რომლის პროდიუსერიცა და სცენარის ავტორის თავად რეჟისორია. Keep Smiling-ი მათი ქალბატონის ცხოვრებას აღწერს, რომელიც სილამაზის კონკურსზე გასასვლელად ემზადება. ვენეციის კინოფესტივალზე ქართული ფილმი 3 წლის წინაც აჩვენეს სალომე ალექსი მესხიშვილის ფილმმა ბედნიერება, მაშინ სპეციალური პრიზი მოიპოვა. ფესტივალის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი მოიპოვებს თუ არა ვენეციურ ჯილდოს ქართული ფილმი Keep Smiling. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია. მორიგი გამოშვებით უკვე 3 საათზე ვბრუნდებით პირდაპირ ეთერში.